სარბში ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში წიგნის ხასან ჰელიმიშის პრეზენტაცია გაიმართა. მასში ხელოვანის ფერწერული ნამუშევრები და ლექსებია შესული. მუზეუმის დარბაზში ჰელიმიშის ცხოვრების ამსახველი ფოტოებიც გამოიფინა. ღონისძიებაზე შეკრებილებს ხელოვანის შვილმა ლექსებისა და ტილოების შექმნის ისტორია მოუთხრა. როგორც ირკვევა, მათი უმრავლესობა ხასან ჰელიმიშმა ციმბირში გადასახლების პერიოდში შექმნა, სადაც იგი 1949-54 წლებში, როგორც არასანდო და საეჭვო პიროვნება ოჯახთან ერთად გადაასახლეს. შესაბამისად მის ნამუშევრებში მშობლიური კუთხის მონატრებაა გადმოცემული. წიგნი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. სიმბოლურია, რომ თვითონ ბატონი ხასან ჰელიმიშის მუზეუმში მოხდა ეს პრეზენტაცია. ესწრება ძალიან სერიოზული დიდი საზოგადოება, აქაური მაცხოვრებლები, ვისაც უყვარს ხასან ჰელიმიში, ვინც იცნობს ამ ადამიანს და ძალიან მაყოფილები ვართ, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ეს წიგნის დააფინანსა და სამომავლოდ კიდევ ვაპირებთ ამ არაჩვეულებრივი მხატვრის შემოქმედების გატანას საზღვრებს გარეთ.